აუდიომეტრიული კვლევები განსაზღვრავს პაციენტის სმენის სიმახვილეს, ზომავს ხმის სხვადასხვა ინტენსივობისა და სიმაღლის გარჩევის უნარს. ასევე აფასებს აკუსტიკურ რეფლექს და ოტოაკუსტიკურ ემისიებს. აუდიომეტრიული კვლევებით დგინდება სმენის დაქვეითების ტიპი, ხარისხი და ლოკალიზაცია. კვლევის შედეგების საფუძველზე ინიშნება მკურნალობა ან პაციენტზე მორგებული სმენის აპარატი. უფრო მეტ დეტალს, რა თქმა უნდა, ამ თემის ირგვლივ რა სახის კვლევებია, რა საკვლევო არის აუდიომეტრია, ნიუ ჰოსპიტალსის ოტორინოლარინგოლოგი ინგა გოგია ისაუბრებს. ქალბატონი ინგა უკვე შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა არის აუდიომეტრია? რა სახის კვლევაა ეს? შეიძლება ბევრმა არ იცის, ბევრს სმენია, მაგრამ ტერმინოლოგიით გავაჯერეთ წარდგენა და ახსნათ რასთან გვაქვს საქმე. ფართივად რო ვთქვათ, აუდიომეტრია არის სმენის გამოკვლევა. სმენის გამოკვლევის ძირითადი ეტაპი არის აუდიომეტრია. აუდიომეტრიის დროს ჩვენ ვიკვლევთ სმენის სიმახვილეს, ვადგენთ რა სიმახვილის სმენა აქვს პაციენტს. ასევე სმენის დარღვევის დროს ჩვენ შეგვიძლია აუდიომეტრიის საშუალებით დავადგინოთ სმენის ხასიათი, სმენის ლოკალიზაცია და სმენის ხარისხი. ასე აქედან გამომდინარე, სმენა შეიძლება იყოს სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს კონდუქტიური, განმარტავ, ეს როცა არის დარღვეული სმენის გამტარობა. კი ბატონო. შეიძლება იყოს სენსონევრალური, როცა არის პრობლემა სმენის აღქმაში, ანუ რეცეპტორულ აპარატში. შეიძლება იყოს შერეული ტიპის. ანუ გამტარობის პრობლემა არის შუაყურის პრობლემა. აღქმის პრობლემა არის შიგნით აყურის პრობლემა, სადაც არის განლაგებული. ერთნაირად აღიქვამს პაციენტი, ვთქვათ, რამდენად შეიძლება ეს სანამ კვლევაზე მივა ადამიანი თავისით მეტნაკლებად დაადგინოს დიფერენცირება დიფერენცირება შეიძლება, ოღონდ ბოლომდე არა, რა თქმა უნდა, ხო. კონდუქტიური, ანუ გამტარობის პრობლემის დროს, კონდუქტიური სმენის დაქვეითების დროს პაციენტები აღნიშნავენ სმენის ყურების დაგუბების შეგრძნებას, ან დაგუბება არის ძირითადი სენსონევრალური დაქვეითების დროს უფრო სმენის დაქვეითებას აღნიშნავენ ყურებში ხმაურს, ტინიტუსს ეგრეთ წოდებულს. მაგრამ ყოველთვის პაციენტი ვერ განსაზღვრავს ეს არის სმენის დაქვეითება და თუ ყურების დაგუბება. ზოგჯერ გვეუბნებიან რომ ყურები დაგუბებული გვაქვს, ვიკვლევთ და აღმოჩნდება რომ არის ნერვის დაზიანება. რამდენი ყურები დამიგუბდება, უნდა ვინერვიულო, მაგრამ კარგია რომ ყურები არსებობს. რამდენად ხშირია პრობლემა, იმიტომ რომ სტატისტიკა ვთქვათ, სოფლიოში 360 მილიონი ადამიანი განიცდის სმენის დაქვეითებას, მათ შორის 36 მილიონი 15 წლამდე ასაკის მოზარდია. სტატისტიკასაც რო შევეხოთ და პრობლემის სიმწვავეს და სამწუხაროა სტატისტიკა, ნამდვილად ეს ჯანმოს მონაცემებით არის 360 მილიონი ადამიანი. ძალიან მაღალი რიცხვი არის სმენის დაქვეითებით და უფრო მეტად სამწუხარო ის არის, რომ 36 მილიონი არის 15 წლამდე მოზარდი აქედან. ძალიან ხშირი. აქვე მინდა ვთქვა, რომ სმენის დაქვეითება 60 წლის ასაკის ადამიანებში არის 25%. და ეს 25% 80 წლის ასაკში იზრდება 50%-ამდე. სამწუხაროდ ასე. ჩვენ განსხვავდება ეს სტატისტიკა ქალბატონო. თქვენ როცა აგურის ამ პროფესიის წარმომადგენელი ცხადია პრაქტიკაში ყოველდღიურად ადვენებთ ამას თვალს. სოფლიო სტატისტიკა რაზეც მაგალითად ჯანმო იძლევა სიგნალს, განგაშის სიგნალს პირობითად. ეს რიცხვები პროპორციულად ჩვენთანაც იგივე ნაირად ვრცელდება თუ ჩვენს ზუსტი მონაცემები სტატისტიკური არ აქვს საქართველოში, მაგრამ დაახლოებით პროპორციულად მოვდივართ ჩვენს. ვინაიდან ეს პრობლემა არის დაკავშირებული ზოგადი პრობლემებთან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რაც გარემოში გარემო ფაქტორები, რა თქმა უნდა, გარემო ფაქტორებიც, დაავადებების რისკი, რომელიც იწვევს მერეთამდე დიახ და ასე. ქალბატონი, მოდით ვუთხრათ მაყურებელს, რა დროს არის საჭირო ამ კვლევის ჩატარება, როდის ხდება ამის საჭიროება და ეს ექიმი განსაზღვრავს თუ პაციენტმა. ძალიან კარგი შეკითხვა, როდის უნდა მოვიდეს ჩვენთან პაციენტი მოკლედ. პაციენტი უნდა მოვიდეს ჩვენთან მაშინ, როცა შეიგრძნობს, რომ აქვს სმენის დაქვეითება პირველ რიგში.
ზოგჯერ პაციენტი ვერ გრძნობს იმას, რომ სმენა დაქვეითებული აქვს, მაგრამ უჭირს კომუნიკაცია, უწევს რამდენიმეჯერ გამეორებინოს მოსაუბრეს კითხვა და ამით შეიძლება მიხვდეს, რომ უკვე აქვს რაღაცა პრობლემა, ერთ-ერთი ნიშანია. სმენა დაქვეითებულ ან ხო პაციენტებს ახასიათებს კიდე აი ბგერები ესმით, მაგრამ გარჩევა უჭირთ. აი ამ შემთხვევაში უნდა მოვიდეს აუცილებლად, რომ გავარკვევთ რა ტიპის დაქვეითება აქვს და რითი შეგვიძლია ამ ეტაპზე რომ ცოტა უნდა ჩაგიძეთ ხალხთან, ანუ რას გულისხმობთ? მაგალითად ეს ახლა მართლა ჩემნაირად რომ რამდენი ყურები დამეგუგდება თქვენთან არ გამოვიქცე. რა სიმპტომატიკას მინდა ხაზგაუსოთ? რას გულისხმობთ მაგალითად აი რაღაცის გარჩევა უჭირს? დროში როგორ გამოიყურება ეს? მაგალითად ერთი დღე თუ იყო ესეთი და მეორე დღეს ჩაულ რეჟიმში დაუბრუნდი, ეს არ არის ეტაპობრივად იწყება თუ ან შეიძლება ქრონიკული ხო სადვართ ეს იწყება ეტაპობრივად, ნელ-ნელა სიმპტომატიკა მატულობს. თუ ეს იყო ერთხელ მოხდა და მეორე დღეს ყველაფერი გამოსწორდა და მესამე დღეს არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში შეუძლია იყოს მშვიდად უბრალოდ დინამიკაში დააგვირდეს თავის მდგომარეობას. მაგრამ თუ ეს იღებს სისტემატიურ ხასიათს და კომუნიკაცია უჭირს პაციენტს, ზოგჯერ თვითონ პაციენტს აუჭირს, ახლობლები ამბობენ, რომ თუდად ესმის. ზოგჯერ ყოფილა ისე, რომ ახლობლები ეუბნებიან, პაციენტი უკვე დასტრესილი, მოდის ჩვენთან იკვლევს, აღმოჩნდება, რომ არ აქვს მის დაქვეითება და საბედნიეროდ კარგად არის ხო, ეს ინტერნეტ მედიცინა. ამიტომ ეს კვლევა არის საკმაოდ მარტივი, ამიტომ როცა რაღაცა ეჭვი აქვს პაციენტს, ჯობია დროულად მოგმართოს და არა მარტო მოსაუბრისთვის, საუბრის გარჩევის გაზნელების დროს. თუ ადამიანს ყურში აღმოუჩნდა ხმაური, ეგრეთ წოდებული ტინიტუსი. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოგმართოს პირველი ნიშანია სმენის ნერვის დაზიანების, ანუ სენსონევრალური ტიპის დაქვეითების. დაგუბება, რომელიც თქვენ ახსენეთ და აი შეიძლება იყოს ბანალური საცობის გამო გაერთ სმენილში. მაგ დროსაც აქვს დაგუბება პაციენტს, მაგრამ სულ ხანგრძლივია და ქრონიკულია, ანუ ხო თუ არ სანამ ამ საცობისგან არ განთავისუფლდება პაციენტი, ეს სმენის დაქვეითება ექნება დახშულობა, ანუ ყურების დაგუბება. ამიტომ მაგ დროსაც მნიშვნელოვანია მომართოს ექიმს დროულად, რომ პრობლემა მოგვარდეს. აი მივედით მაქამდე. ხო, რა ტიპის გამოკვლევები ტარდება ნიუ ჰოსპიტალში, აუდიომეტრიული გამოკვლევები და რამდენად ისეთია, უსაფრთხო, უმტკივნეულო, არასტრესული პროცედურულად. კი ბატონო, ნიუ ჰოსპიტალში კეთდება ტონალური სუბიექტური აუდიომეტრია. რატო გავაკეთე აქცენტი ამაზე? ეს არის სუბიექტური კვლევა, რომელიც კეთდება 6 წლიდან, ანუ 6 წლის ბავშვებიდან და მოზრდილებში, რა თქმა უნდა, 6 წლამდე ბავშვებში ვერ კეთდება, ვინაიდან ჩვენ ვართ დამოკიდებული ამ კვლევის დროს პაციენტის პასუხზე. ანუ გამოკვლევა რეზონანსული. დიახ. გამოკვლევა არის უსაფრთხო. გამოკვლევის წინ აუცილებელია, რომ პაციენტმა გაიაროს ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, რომ გაირკვეს, გაეცა სმენილში არის თუ არა საცობი, იმიტომ რომ თუ არის საცობი, ჯერ უნდა მოხდეს მისი ევაკუაცია და შემდეგ და შეიძლება საცობის ევაკუაციის შემდეგ სმენის დაქვეითება აღარ აღენიშნებოდეს პაციენტს და არც დასჭირდეს ეს კვლევა. ეს პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ პაციენტი პირდაპირ კვლევაზე არ მოვიდეს, თუ არ ჩახიდა როგორც ექიმმა ურში მარტივად თქვა. კი ბატონო. ეს კვლევა კეთდება სპეციალურ ბგერა გაუმტარ კამერაში. ესეთი სივრცეა დახურული, სადაც დგას აპარატი. აპარატი არის აღჭურვილი ჰაეროვანი და ძვლოვანი ტელეფონით, რითიც ჩვენ ვაწვდით ბგერებს პაციენტს და პაციენტმა უნდა გვიპასუხოს, ასე ვთქვათ, ანუ იმიტომ არის სუბიექტური ეს მეთოდი, უნდა გვიპასუხოს მაშინ, როცა აღიქვამს ამ ბგერას. ბავშვებში ზოგჯერ ცოტა პრობლემურია, უნდა აუხსნათ, რომ იყვნენ ყურადღებით, კონცენტრირებულები, ცოტა უნდა გავეთამაშოთ, რაღაცა თამაშის ფორმას მიიღებთ, რომ აი ეს რილაქს დააჭერ თამაშის დროს. თამაშის სადაც გავს პროცესი. გავს ეს პროცესი და მაგრამ ეს პროცესი ითხოვს კონცენტრაციას და ყურადღებას. ჩართულობას მაქვს. გავდენგა ჩვენ სმენია სკრინინგზე და ვიცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ ასაკში სკრინინგი არის საჭირო. რას გვეტყოდით სმენის სკრინინგზე, იმიტომ რომ შეიძლება ეს ტერმინი პერისთვის არ იყოს. მაგრამ რამდენად საჭირო და ვინ არიან რისკ ჯგუფები, ვისთვისაც ეს არის რეკომენდებული? სმენის სკრინინგი
ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. რაც შეეხება ჩვილ ბავშვებს, გეცდება სამშობიაროშიც უკვე პირველი სკრინინგი და თუ ბავშვი არის რისკ ჯგუფში, მე იგულება 1 თვის, 3 თვის და 6 თვის ასაკში. ნუ ეს გეცდება უკვე სუბიექტური მეთოდებით, ან აკუსტიკური ემისიით, ან სუბიექტური აუდიომეტრით, თუ არის ამის საჭიროება და ესეთი ბავშვები რისკ ჯგუფში ვინც არიან კონტროლის ქვეშ და იმათ ტარდებათ უკვე გეგმიურად კვლევები, ისეთი კვლევები, რაც შესაბამისად მაგათ ასაკს და დროულად მთავარია ეს ყველაფერი მოხერხდეს, რომ მოასწრონ იქამდე სანამ პრელინგვალები არიან ბავშვები, რომ დროულად ასწავლონ მერე საუბარი. სტერეოტიპზე მინდა გკითხოთ, არ ვიცი რამდენი სტერეოტიპია საერთოდ, ამიტომაც ვკითხულობ. ითვლება თუ არა, რომ ასაკთან ერთად სმენა აუცილებლად გვეითდება? თუ ეს სტერეოტიპია და შეიძლება ამის თავიდან არიდება, მაგალითად ზრუნვით და სკრინინგით. ეცეთ რა არის? ეს არის ძალიან ინდივიდუალური, მაგრამ ასაკთან ერთად სმენა რა თქმა უნდა გვეითდება. ითვლება, რომ 40 წლის ზემოთ ყველა ადამიანმა 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს აუდიომეტრია. დიახ. და თუ აუდიომეტრიის ჩატარების დროს სმენის დაქვეითება დადასტურდა, მაშინ წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს ეს კვლევა. ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია და პრევენციისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს. მოდით კურნალობასაც შევეხოთ და ნიუ ჰოსპიტალში შესაძლებლობებს და შეთავაზებებს პაციენტების მიმართ რას აქვს ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა, როგორც დიაგნოსტირების, ასევე შემდეგ უკვე მკურნალობის დროს. ნუ ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად დავადგინოთ ჩვენ რა პრობლემა გვაქვს. თუ ეს არის შუაყურის პრობლემა, ანუ კონდუქტიური ტიპის დაქვეითება, არსებობს ამ შემთხვევაში დროულად შეიძლება უჭირდებოს მკურნალობა მედიკამენტოზური, შეიძლება დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა, გააჩნია რა ტიპის დაქვეითებაა და რა არის დაზიანებული უშუალოდ შუაყურშიც. ამასაც აქვს მნიშვნელობა. თუ არის დაქვეითებული სენსონევრალური ტიპის დაქვეითება და არის აღქმა დაქვეითებული ამ სმენის ნერვის დაზიანება არის, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენად სწრაფად მოგმართავს ჩვენ პაციენტი მით უმეტეს უეცარი ნევრიტების დროს. უეცარი ნევრიტი არის როცა გაიღვიძე და უცებ არ გესმის. ესეც შეიძლება იყოს ალყურში, მაგალითად ან ორივე ყურში. დროულად უნდა. ანუ არ დავალოდოთ რომ ეს გამოსწორდება თავისი დახდება. აი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ მკურნალობას ან კვლევების გაგრძელებას, იმიტომ რომ თუ არის ცალმხრივი დაქვეითება სენსონევრალური, ჩვენ აუცილებლად უტარებთ ამ პაციენტს MRT კვლევას თავის ტვინის, იმიტომ რომ უნდა გამოვრიცხოთ ამ შემთხვევაში რეტროკოქლიარული პათოლოგია, ანუ ყურში კი არა, აი ყურის იქით თავის ტვინში რა გადის სმენის ნერვი, არის თუ არა იქ. ჩვენ ამ სამედიცინო რუბრიკაში ბევრჯერ ხსმენია და შეჯამებისთვის ალბათ იგივე უნდა გამოვაყენოთ აქაც, რომ პირველ რიგში ყურადღება და გეგმიურობა კულტურაში, გეგმიურობის კულტურაში გაჯენა არის ალბათ თავარი ის, რაც მე ყველანაირი გართულების პრევენცია შეიძლება გამოგვიყვეს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან და ჯანმრთელობას გისურვებთ. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეს არის თემა, რაზეც ხშირად საუბრობთ, ბევრი ისეთი დეტალი იყო, რაც ჩვენ მეგობრებისთვის იქნებოდა საყურადღებო.